დღეს გადავიღებთ შავ პიცოც და შავ ქემრის. მესამე სერიას და Toyota Avalon-ს. Toyota Avalon-ი მაგარი მანქანა არის ჩემი აზრით. დღეს მინდოდა გადამეღო საქართველოში ყველაზე გავრცელებული მანქანა. იმიტომ რომ ახალი წელია და პირველ რიგში გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ რომ ეს წელი ყოფილიყოს თქვენთვის იმ ავტომობილის შეძენის წელი, რომელიც არის თქვენი ოცნების. ამაზე კაი რა უნდა გისურვოთ. ხოლო რატო ვიღებთ ახლა, იმიტომ რომ ეს ვიდეო არის სახალწლო. ყველანი ვარ კან გაწყობაზე, ჭამას მის და რა თქმა უნდა რომ მარტივად საყურებელი და სახალისო ვიდეო უნდა იყოს და აქედან მეკითხოთ რომ ამ ყველაფერს ძალიან ისეთ chill და ხუმრობით შეხედოთ, იმიტომ რომ სიმართლე ნარევი ხუმრობები იქნება ჩემო მეგობრებო ამ ვიდეოში და დავიწყოთ. მოდი დავიწყოთ F-ით. ამ შემთხვევაში ჩვენ გვყავს ამერიკიდან ჩამოყვანილი F-ი და როგორც ამერიკიდან ჩამოყვანილ BMW-ს შეეფერება, რა თქმა უნდა, აი აქ გვაქვს ჩვენ ზაზორი. ეს გარდაუვალია, რომ დიდი ზაზორი უნდა გქონდეს აუცილებლად. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ საქართველოში მე ვეძახი ამას ქართულ მოდიფიკაციას. რა არის, ახლა გეტყვით. ჩამოყავს F-სერია, ვიღებთ ჩვეულებრივ 2 0 ქართულ ბამპერებზე, კრილოებზე, ყველაფერზე ჩამოყავს იდეალურად გაპიწყინებული, გაშვიშვინებული მანქანა და შემდგომ მივდივართ ვალერასთან სექტორებში და ვყიდულობთ ტაივანის M პაკეტის ან M-ის თუ ფული გვაქვს უკვე, რა თქმა უნდა, ბამპერებს თუ უფრო მეტი ფული გვაქვს კრილოებსაც, დისკებს იასნავთ ცვლით, ვაყენებთ ფლიანეცებს თუ ამის საშუალებაც არის და მოკლედ ხოძზე მოკოს ვაპიწყინებთ მანქანას. ეს არის ქართული ქარხნული პაკეტი. მე მიხარია რა ჩემო მეგობრებმა საბუნებამ ეს აქ არ გააკეთა, არ იწოლა ამ ყველაფერზე და ამერიკიდანვე ასეთი ჩამოვიდა ეს მანქანა და სხვათა შორის ახლა გეტყვით რომ რატომ არის ამ მანქანის საბაზრო ღირებულება უფრო მეტი ვიდრე ჩვეულებრივ რო ჩამოგეყვანათ და აქ რო გადაგეწყოთ ეს ყველაფერი. პირველ რიგში იმიტომ რომ ეს ყველაფერი აი კრილო, ბამპერები, დისკები, ეს ყველაფერი ამ ავტომობილს მოყვა ამერიკიდან და არის ორიგინალი. შესაბამისად ეს უკვე წევს ამ მანქანის საფასო ღირებულებას. რაც შეეხება ვიზუალს, წეგან ვიდავეთ მე და დათომ ამაზე, რა თქმა უნდა, დიდი ბრძოლა გქონდა ორ BMW-შნიკს და რა თქმა უნდა რომ მე გავიმარჯვე, იმიტომ რომ ყოველთვის მართალი ვარ და ჩემი აზრით S60-ის შემდეგ ეს დიზაინი ცოტა იმედგაცრუება. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში არ მე არ ვამბობ რომ ცუდია, ამას ნამდვილად არ ვამბობ, მაგრამ S60-ის შემდეგ E39-ის თან, E39-ის, S60-ის და აი ამ ორი თაობის მერე ეს დიზაინი ცოტა იმედგაცრუება არის. უფრო მეც მოველოდი BMW-სგან და უფრო მეც ვითხოვ და ამიტომ თავრა მე არ ვამბობ რომ ამ ავტომობილის დიზაინი ცუდი არის. ფარებს რაც შეეხება, კიდე დაორთქლილია, კი, რა თქმა უნდა, ქარხნულად დაორთქლილი ფარი გვაქვს, სხვანაირად ვერ იქნებოდა. რა თქმა უნდა, რომ ქარხნულად გვაქვს, ქართული ქარხნული წესით გვაქვს გაკეთებული აი ეს უკანა ბამპერიც, რომელსაც აქ უნდა იდგეს კიდე ორი გამშვები, მაგრამ ამ შემთხვევაში აქ ჩაშენ რაღაცა ჩეპე იყო იქ გადაკერება, გადმოკერებაზე, მაგრამ იზავს ამასაც დაყენდება და ამ დროს უკვე ლამაზ ანუ იცვლის იერსახეს და ასე ვთქვათ, ლამაზი ვიდი და სპორტული ვიდი აქვს ამ ავტომობილებს. იმის მიუხედავად, რომ 2-0-ია, რო შეხედავ, კაი ბაევოი მანქანა გეგონება ამ გამშვებების ხარჯს. უკანა მხარეს სხვათა შორის წინიდან კი ვთქვი, რომ იმის შემდგომ იმედგაცრუება არის, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ეს ავტომობილი მე უკნიდან უფრო მომწონს. თითქოს ფარები უკანა მხარეს უფრო დახვეწილი და რაღაც კლასიკურისკენ წაყვანილი აქვს. რატომღაც უკან უფრო მომწონს ეს ავტომობილი. ხო, ეს სპოილერიც რა თქმა უნდა ჩამოყვა და მოკლედ ვიღაცა ქართველი იყო ამერიკაში, რომელმაც იყიდა ეს მანქანა, ააწყო ქართული ქარხნული წესით და გამოუშვა შემდეგ აქ საქართველოში პირდაპირ გამზადებულ გაპიწყინებული მანქანა. წამოდი ახლა სალონი ვნახოთ. უკან ჩაჯდომისთანავე იგრძნობა რომ ჩვენ BMW-ში ვზივართ, რადგან გვაქვს Supreme-ის იარაღი, ეს ყოველ BMW-ში უნდა იყოს. წინ წეგან სავარძელი ჩემ ზომაზე მოვიგე და ჩემთვის ნორმალურად არის ახლა აქ ყველაფერი ნორმალური სივრცე არის. კარგად ვზივარ და შორმანძილზე შვენივრად ვიმგზავრებდი. ერთადერთი ის ფაქტი მაწუხებს, რომ სავარძლებზე ტყავი არ არის დიდად რბილი, ცოტა უხეშია და ხო, არ მომწონს რა. ეგ ერთი ფაქტი არ მომწონს. თუმცა, სივრცე ჩემთვის კარგია, მაგრამ დათოსთვის მთლად კომფორტული ვერ იქნება. ანუ თუ ხართ დაახლოებით 1.90 ან მეტი, თქვენთვის უკან ჯდომა ისეთივე კომფორტული არ იქნება როგორც ჩემთვის. თუმცა, შორ გზაზე 1000 ერთხელ გაძლებადი იქნება ეს ყველაფერი. ეს დამტენი აუცილებლად ესე უნდა იყოს BMW-ში, აქედან ამოშვერილი ესე. და აქ გვაქვს ორი საჭიქე. ნახე, დაკეტილ მდგომარეობაში რა ლამაზად არის ეს ყველაფერი, ეს მომწონს. და თითქოს როგორ არის ეს ცოტა ესე დაცერავებულია, ესე მოდის და აქედან უკვე ზემოთ ამოდის და ხელი კარგად მინდევს, კარგია. 8 HP კოლოფი, რომლის ფანიც ვარ
და შეიძლება რომ ერთხელაც Facebook-ზე გავაკეთო ფან-კლუბი 8HP კოლოფის. ძალიან მაგარია, ჩემ მანქანაში მინდა ძალიან, თუმცა ძვირიჯდება. და ეს ყველაფერი, დახვეწილი აქვს. ერთადერთი BMW-ი რაც არ მომწონს და ეს მხოლოდ ახალი მოდელების არ არის და ძველ მოდელებშიც ყოველთვის ასე იყო, არის რომ აი ეს ღილაკები რაც არის ყოველთვის იქექება. არ ვიცი რატო აკეთებენ ესე და რატო ვერ გამოასწორეს ამდენი ხანი, მაგრამ ღილაკები ყველა BMW-ში გადაკექილია. ეს უკვე მოირყა. არ მომწონს, მაგრამ რაც მომწონს BMW-ი ყველაფერი უნდა რაც მომწონს BMW-ი ჩეკი გინთებს ეს უნდა შეგიანთებს ხო ეს უნდა მენახებინა აუცილებლად მულტიმედია BMW-ს ყოველთვის დახვეწილი მულტიმედია აქვს სხვა ავტომობილებთან შედარებით ბევრად განვითარებული და ბევრად წინ არის ხოლმე ყოველთვის არა აქვს დილეი ასე ვთქვათ დაგვიანება ჩვენს ენაზე ძალიან სწრაფად რეაგირებს არის დახვეწილი თვალს არ აღიზიანებს და ყველაფერი კარგად არის ლამაზად განლაგებული და რაც მთავარია ძალიან ინფორმატიული ანუ ყველანაირი ინფორმაციას იღებ აქედან ძალიან მარტივად ისე რომ დიდი ტვინის ჭყლეტო არ გჭირდება საჭე ძალიან ლამაზია და ვგიჟდები ამ საჭეზე მადლობა BMW რომ ეს საჭე გამოუშვია ამ მანქანებისთვის ძალიან ლამაზია მართლა და ძალიან სპორტულია ხელში კარგად იგრძნობა კარგი ზომის არის შიფტერებიც კარგად არის და დანარჩენი რა უნდა ვთქვა აქ პრინციპში მეტი არაფერი არ არის სათქმელი სალონიდან უკვე შემდეგ რო გავივლით მერე უნდა ვისაუბროთ წავიდეთ ახლა გადავიდეთ Camry-ზე ხო ერთი რაც მინდა ვთქვა რომ აი ეს არ მომწონს ეს ჩემ F სერიასაც ცუდი ქონა და ამასაც ცუდი აქვს და ყველა F სერიას ეს აქვს ძალიან ცუდი ხარისხის ერთი ეგ ვერ ვაპატიებ ვერასდროს მაგას BMW-ს წავიდეთ ახლა გადავიდეთ Toyota-ს როგორც უკვე Camry-ს შეეფერება, აქ ვიზუალზე, აი ნახეთ განსხვავება რა არის ამ ორ მოდელში. Camry-ს წინა მოდელი, წინა თაობა რაც იყო ძალიან არა სიმპათიური, მოდი მახინჯს არ ვიტყვი რომ ვინმეს არ იწყინოს, არა სიმპათიური იყო ჩემთვის და ვფიქრობ რომ ესეც არ ბრწყინავს, მაგრამ წინა მოდელთან შედარებით ბევრად დახვეწილია. თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ ისევ დაგვიტოვეს ზაზორი. კლიანობაში რა ვიცი, არ არის რა ცუდი რა ვერ ვიტყვი რა ხა ამ მანქანაზე ცუდია თქო ხო ხვდებით აი როგორც BMW-ზე ვერ ვთქვი რომ ცუდია არის თავიდან ბოლომდე ადამიანის გემოვნების საკითხი ჩემი აზრით ნორმალური ვიზუალის მანქანა არის ქართული ქარხნული პაკეტი არის შავი მანქანა შავ დისკებზე ეს აუცილებლად ესე უნდა იყოს Camry-ზე და მოდი ახლა უკანა მხარებ ნახოთ აქაც ეს BMW-შნიკური რაღაცების გაკეთება შეგიძლია სხვათა შორის ეს თავისი ფარები მოაშორო და Lexus-ის ფარები მიამაგრო და მთელი ამები შეგიძლია ხიმანდრობა აქაც მოკლედ არ გამოიყურება უკნიდანაც ცუდად ეს ავტომობილი ერთი შეხედვით რომ შეხედავ ნორმალური ვიზუალის ყოველდღიური ავტომობილია რომ სიარულით რა ვიცი არ შეგაწუხებს რა შეხედავ თვალში ცუდად არ მოგხვდება. აქაც როგორც ვიცი, შეგიძლია ხო იქიდანაც გამშვებების დამატება. რაც უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად, აი აქეთა გამშვები შედარებით თეთრი არის, იმიტომ რომ ეს ისეთივე ყალბია, როგორც ჩემი სიტყვა, როცა ყოველდღე დიეტას ვიწყებ. არაფერს არა, კედელზე ეჯახება პირდაპირ იქეთუა. ხო. აქვს უბრალოდ სილამაზესთვის, თუმცა 2.5 ძრავით არის ეს ავტომობილი, გამოიმუშავებს 203 ცხენის ძალას. სიმძლავრე აკლია ნამდვილად და არის 1515 კილოგრამი. სიმართლე რო გითხრათ, ამ მანქანით რომ მოვდიოდი, აქამდე მოვედი ამ მანქანით და სიმძლავრე, აი როგორ გითხრა რა, გას რო აჭერ თითქოს ძრავი, აი ხმაურს იწყებს, წვალობს და რაღაცა, მოკლედ, BMW-ს მართვას რო ხარ მიჩვეული, შენთვის ამ მანქანის მართვა ცოტა თავიდან უჩვეულო იქნება და მიჩვევა დაგჭირდება. წონა აქვს სხვადასხვა არის კაი 1500 კილოგრამი, არ არის ცუდი წონა, ძალიან კაია, რასაც ვერ ვიტყვით F-ი არის 1700 კილოგრამი, ხო? თუმცა ცოტა მეტიც, ხო, X-Drive-ია, ამაზე უნდა გაუსვათ ხაზი. სხვათა შორის ეს X-Drive არ არის და ჩემი მეგობარმა ეს არის კადრა, რომ წინა ისინი ჩაეხსნა. ეს X-Drive-ია და არა გაუკანა ვიდუშებული. როგორც ძირითადად დადიან საქართველოში. კაი, მოდი ახლა ვნახოთ Camry-ს სალონი. შვენიერი დიდი ადგილია. რა თქმა უნდა, ჯდომის პოზიცია ისეთი არ არის, როგორც BMW-შია, მაგრამ სივრცე ოდნავ უფრო დიდია, ვიდრე იქ BMW-ში იყო. მატერია ტყავის შედარებით უფრო რბილია და შუაში ნაჭერი აქვს, ანუ ნაჭერი ტყავნარევი მასალა არის, სავარძელი არის და რა ვიცი, ანუ ცუდი არ არის. რა ვერ იტყვი, რომ ცუდია. უბრალოდ ისეთი კომფორტული არ არის, როგორც
BMW-ს უკანა მხარე იყო. ეს ძალიან ცუდია, კატასტროფა, საშინელება, ყველაფერი ცუდი. ჩვენ წინ არც თუ ისე ცუდი ვიზუალის ინტერიერი გვაქვს. ეს როგორც წეგან დათომ აღნიშნა საუბარში 36-ით ესე ცოტა შემოტრიალებული აქვს მძღოლისკენ და კი ბატონო, ოდნავ შემოტრიალებული არის მძღოლისკენ. აი ეს კანტი ლამაზად მიყვება დახვეწილია. აქ უკვე ამ წლოვანების ქემრიში ეს მონიტორი ცოტა ზემოთ არის ამოწეული. ეს მხარეც დახვეწილია და სხვათა შორის აი ეს კონკრეტული ხელს რომ მოკიდებ, კი შეიძლება ესეც უხარისხოა ნამდვილად და BMW-ზე უკეთესი ხარისხი ვერ იქნება, მაგრამ ის მომეწონა რომ ხელში ისევე უხარისხოთ არ იგრძნობა და ბევრად რბილია ვიდრე BMW-ს იყო. ეს ახლა კარგია თუ ცუდი თქვენ გადაწყვეტეთ. ყოველ შემთხვევაში ერთი შეხედვით და ერთი შეხებით უფრო კარგი არის. რაც შეეხება მულტიმედიას, რა ვიცი ვთვლი რომ აქ მულტიმედიაზე სასაუბრო არაფერი არ არის, იმიტომ რომ ძალიან ცოტა მანქანა იქნება, რომელიც BMW-ს მულტიმედიაში აჯობებს. და მით უმეტეს Toyota ვერ აჯობებს მულტიმედიაში. თუმცა აქ უკვე განახლებულია და რაღაცეები არის. აი ესეთი არის დაახლოებით ვერ ვიტყვი რომ ძალიან დახვეწილია არის თაჩი და ასევე გვაქვს ღილაკები, თაჩი ცოტა გვიან რეაგირებს, მაგრამ ღილაკები ნორმალურად არის. ხო, ვინც ბევრს აერთხოს მულტიმედიისგან, იმისთვის ძალიან ნორმალური არის ეს ყველაფერი. აქ გვაქვს ორი ჭიქის ჩასადები, აქ არის კიდე სათავსო და ეს სიჩქარეების გადამრთვალიც, რა ვიცი, მომწონს, ლამაზად კოხტოთ არის აქ გაკეთება. რაც შეეხება საჭეს, საჭე არის ძალიან ნორმალური ასეთი მანქანისთვის. ანუ ძირითადად ესეთი მანქანებს არ უკეთებ ხოლმე დახვეწილ საჭეს და ამას რატომღაც გაუკეთეს, ფორმები მისცეს, ღილაკები კარგად არის ჩასმული, ყველაფერი განლაგებული, ძალიან კარგი ზომის არის და რა ვიცი, ვერაფერს ვერ დავუწუნებ ამ მანქანის კატეგორიისთვის. ეხლა ჩვენ მოტარებთ ყველაზე მნიშვნელოვან ტესტს, იქიდან გამომდინარე, რომ ვნახოთ როგორი სტაბილურობა აქვს ამ ორ ავტომობილს. აი ესე შევადაროთ, იმიტომ რომ რო გავიარო და გითხრათ, რომ ეს ესე დადის, ის ესე დადის, რა აზრი აქვს რა? აი ვნახოთ, რომელი უფრო სტაბილურად გადაადგილდება. ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდა კოკა-კოლა, კოკა-კოლა მაგარია, უშაქრო, უიჭველი, პასტა და ერთჯერადი ჭიქა. ნახეთ? აი აქ ახლა ჩანს, ცოტათი ჩანს და არის დახაზულები. რამდენიმე იმაზე არის, მოკლედ რა. და დავდგავთ ჯერ აი აქ უგზობაზე გადაივლის დათო ამ მანქანით და რამდენიც მოაკლდება, ვნახოთ, შემდგომ BMW-ი გადავილი და ვნახოთ, რომელი უფრო კარგი სამართავი ავტომობილია, ესე შევამოწმოთ. მოიცოდნე? შეგვიძლია დავიწყოთ. აუ, დაძაბული მუსიკა მინდა, Forty Boy ერთი წავიდა. Toyota-ზე ჭიქა წაიქცა. კარგი. წამოდი ახლა BMW-ზე დავტესტოთ. აი ახლა ვამზადებთ ისევ ესე დანომრილი არის. აუ, ჭყო, შენ გენაცვლი, მე და ზუსტად დასვა ორი ჭიქა ზო. შეგვიძლია დავიწყოთ. აუ, მიდი რა, BMW რა, ისე რომ არ გადმოვარდე, გთხოვ. არ გადმოვარდა, ბიჭო. არ გადმოვარდა. ხო არ გადაო. ავი, მე ხელები ავიწევი. რატო არ გადმოვარდა? სიო, ჩემი აზრით აი ამ ტესტმა ყველაფერი თქვა რა. მართლა ყველაფერი თქვა ამ ტესტმა. აი არ ვიცი, მეც ვეღარაფერს ვეღარ ვიტყვი. თვლი რომ ამ მანქანებით გავლასაც კი აღარ აქვს აზრი, იმიტომ რომ ამ ტესტმა აბსოლუტურად ყველაფერი თქვა. დახოცები აიღე რომ ვინმეს დაწევებული. დაჟე, ცოტა გვერდულად გვედო. მე ვთვლი რომ ამ მანქანებით გავლას აზრიც აღარ აქვს, იმიტომ რომ ამ ტესტმა ყველაფერი თქვა. რა თქმა უნდა, ეს არის ოპერაცია. ამოწია ვიდე. ამ ტესტმა ყველაფერი აჩვენა უკვე და კი ვთქვი რომ მეთქია გავლასაც კი არა აქვს აზრი მეთქი, იმდენად დიდი სხვაობა იყო საერთოდ BMW-ზე თან ჭიქა ცუდად იდო და არ ვიცი რანაირად მოახერხა, მაგრამ მოკლედ ნახეთ განსხვავება BMW-ს დაკიდების სისტემასა და Camry-ს დაკიდების სისტემას შორის. თან ეს BMW იყო ჩვეულებრივი 2.0 BMW ყავს აქ.
მაგრამ მაინც გავიარე ამ მანქანებით, იმიტომ რომ ნახო ხმის იზოლაცია შიგნით უკვე როგორ არის, ხო? რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ყოველდღიურად გადაადგილების შემთხვევაში. აი ჩაგვიარა ახლა დიდმა ავტობუსმა და სხვადასხვა ნელა არ ჩაუვლია და დიდად რა ვიცი, იგრძენი რამე ხმა? არა, დიდად ხმა არ გქონია. ერთადერთი აშკარად სავალ ნაწილში გაქვს მოსაწესრიგებელი რაღაცეები, ხო? კი, ნამდვილად ეგრე არის და ცოტა მაგიტო ბრაგუნობს მანქანა. პლუს ის მეორე დამატებით, აი უხეშად გადავდივარ, მაგრამ მეორე დამატებით გამშვები რაც არის იქით. დასაყენებელი აშკარად გულში წელთა რაღაცა ისიც არის, მისადუღებელ დასამაგრებელ, გასამაგრებელი არის და ეგ ბრაგუნები ისმის, მაგრამ დანარჩენი საერთოდ ხმა არ ყოჩო. არ მოველოდი. მესამე სერიებში, F სერიის მესამე სერიებში ასე არ არის. ბევრად ხმაურიანია, მყავდა მე გიცის ხალხმაც და ამასთან ვერც მოვა. ყოჩო, მომეწონა. საბურავები გიყენია, კიდე ცუდი ხმაურობს. იდოქში ხა ძმაო, მე შენ კერავ, რო ქარო გამოიძახო რა. სხვა შორის ახლა ჩვენთან ავტოასისტენტი გიორგი დანელია, რომელიც დარეგისტრირებული არის ქაროს პლატფორმაზე და მუშაობს BMW-ებზე, Porsche-ებზე და Alfa-ზე. ძალიან დიდი გამოცდილება აქვს გიორგის და ჩემს მანქანებს პირადად გიორგი აკეთებს ხოლმე სულ, როდესაც მე საქართველოში არ ვარ. ძალიან ვენდობი მაგ ადამიანს და არის ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ადამიანი, ვისაც ვიცნობ BMW-შიც, Alfa-შიც და Porsche-s ბრენდის ავტომობილებშიც და გვეტყვის ერთ-ორ სიტყვას F-ის შესახებ, თუ ძირითად შემთხვევაში რა პრობლემები აქვს ხოლმე, რას უნდა მიაქციო ყურადღება, როგორ უნდა მოუარო და ასე შემდეგ. რამდენად პრეტენზიული არის ეს ავტომობილი, მაგას გვეტყვის. მაგრამ მანამდე წამოდი ახლა Camry-ით გავიაროთ და ვნახოთ როგორი მანქანა არის და ამაზე გეუბნები. Car-G აპლიკაციას გადმოწერ და რეგისტრირდები, მოვა ავტოასისტენტი, წაიღოს ყველაფერს წინასწარ თანხებს შეგითანხმებს, გააკეთებს, გაკეთებულს უკან დაგიბრუნებს. მანამდე შენ საბულ სახლში იჯდები, აი ესე, ჩართავ Netflix-ზე Stranger Things-ის ბოლო სეზონს, ჩაუჯდები ერთიანად უყურებ ყველაფერს რა. ან მეორე ვარიანტია შუა ქალაქის ყურება მევასება ხოლმე და საცივთან ერთად. დამიჯერე. ერთი რაც მინდა აღვნიშნო, აი ბიჭო, ძალა უნდა დაატანო, რომ გადმოიტანო. აი ეგ ცოტა მესტრანა თავიდან. მე ამანქანით მოვედი და უკვე დაახლოებით ვიცი რაც უნდა ვისაუბრო ამანქანის მართვასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ ძრავი არის 2 და 5, მაგრამ არ აქვს საკმარისი სიმძლავრე, ანუ 206 ცხენის ძალა აქვს. უფრო მეტ ასე ვთქვათ, ძალისხმევას საჭიროებს ვიდრე F-ი საჭიროებდა, რომ ძრავისთვის დაეტანებინა. ძრავის ხმა შემოდის უფრო დიდად, თითქოს აი ცოტა ღნავილი გესმის. ასევე გადმოაქვს ძრავის ვიბრაცია სალონის წინა მხარეს. ოღონდ ეს ყველაფერი ძალიან არ არის, ანუ რო თქვა, რომ საშინლად არის, ვაიმე შემაწუხებელია და ვერიული არ არის. ეგრე ნამდვილად არ არის. უბრალოდ გრძნობს საჭეზე ამ ყველაფერს, აი ამაზე, რომ ძრავის ვიბრაცია გადმოდის. აშკარად ამ მანქანას წინ, მოკლედ, თქვათ, სახარბიელო ხმის იზოლაციებიც არ აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ Toyota არის. რაც შეეხება სიარულს, რბილად დადის, ვერ ვიტყვი, რომ რბილად არ დადის. ხო? ისეთი კარგი ვერ არის, როგორც F-ია, მაგრამ არ შეწუხდები. საერთოდ არ გაქვს ის განცდა, რომ გამოფუტნულ Toyota-ში ზეხარ. ძალიან მშვიდად შეკრულად დადის. ხმის იზოლაციას რაც შეეხება, აი აქედან გრძნობ. იქიდან რომ გადმოვჯექი, უკვე შესამჩნევი გახდა. აი აქედან ნახე ყველანაირი შიშინი და ხმა უკვე იგრძნობა. ხო? არა, ხმაურიანი. არ ვიცი ხა მიკროფონში როგორ აღიქმება, მაგრამ ანუ ყველანაირი ის შემოდის უკვე აქ. და საკმაოდ ის არის რა, იმის მერე ეს უკვე ხმაურიანი მანქანა არის და მაგრამ სხვათა შორის ხო გეუბნები რომ მოვდიოდი მოსახვევშიც კარგად იდგა, რბილადაც დადიოდა, შემაწუხებლად არ ქანაობს, რასაც ვერ ვიტან მანქანებში ზოგადად. არ არის ყოველდღიურად ცუდი სამართავი ავტომობილი, ეს არის აი მართლა სამსახურის სახლი, ოჯახი, აი ესე რომ გადაადგილდა ეგეთი ავტომობილი. BMW-ს ხასიათი ვისაც უყვარს, იმას აი რო გითხრა გაუსწორდება, ცოტა ესე იჯდება რა. შეგვებული როა ბეც რომ ოჯახისთვის ეს მანქანა ჭირდება, აი ეგეთი სახით იჯდება, ხო ხდები რა.
მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არ არის საერთოდ ცუდი ავტომობილი, ძალიან კაი ავტომობილია მართლა და ძალიან ცოტა სწოვს, სხვათა შორის წვა არ აღვინიშნავს. ეს მანქანა ქალაქში დაახლოებით 7.5 ლიტრს სწოვს და ტრასაზე უფრო ნაკლებს. ოღონდ ეს არ გეუბნებით რაღაცა მოგონილ ციფრებს, ეხან იყო ადამიანი აქ რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს მოკლედ ამ მანქანების ასევე ყოლის და ყიდვა გაყიდვის და მან გითხრა რომ აი ძალიან ეკონომიური არის. როგორც BMW-ზე ისე Toyota-ზეც ქარუში ვითხოვე რომ მჭირდება ავტოასისტენტი რომელიც კონკრეტულად Toyota-ზე მუშაობს რომ მოვიდეს და 1-2 სიტყვა გითხრას მის უარყოფით მხარეებზე, სისუსტეებზე, პრობლემებზე, იმაზე თუ როგორ უნდა მოუაროთ მეთქი და 100 ავტოასისტენტი არის იმ ჯგუფში და 100-ვე ავტოასისტენტმა დამცინა Toyota-ზე ყველა მუშაობთ. მაგასო არაფერი არ ვფუჭდება. მით უმეტეს რა უთხარი რომ 2 და 5 და ჰიბრიდი არ არის მეთქი, აბა რა გინდაო. წადი და ქოქეო, იერეო. ჩვენ შემოგვიერთდა გიორგი დანელია, ავტოასისტენტი, რომელიც არის ქარუს პლატფორმაზე. შეგიძლიათ გამოიძახოთ და გიორგი მუშაობს BMW-ზე, Porsche-ზე და Alfa Romeo-ზე. ხო, Land Rover-ზე. ანუ ძვირიანი მანქანები რაც არის ყველაფერზე მუშაობს მოკლედ რა. Rolls-Royce, Bentley, ყველაფერი მოკლედ რა ძვირად მანქანები შეწყავს გიორგის დაუკავშირდით და ჩემგან უდიდესი რეკომენდაცია. ესეთი რაღაცა არის, რომ ჩვენ გვინდა BMW-ზე გავიგოთ 2-0-ზე, N26 ძრავზე, რა პრობლემები შეიძლება იყოს. არის თუ არა პრობლემური, ჭირდება თუ არა რაღაცა კონკრეტულად ფაქიზად მოვლა და ასე შემდეგ. აბარჯობა, BMW-ზე კონკრეტულად N26-ზე თუ აქვს საუბარი, ანუ 4 ცილინდრიანზე, ცოტა სერვისული ძრავი არის, კი ბატონო, მოვლა ჭირდება. განსაკუთრებით ცეფს და ელექტროპომპას, რაც ნუ BMW-ს დიდი ტკივილი არის. თუმცა, ანუ როცა დაასერვისებ და ერთხელ კარგი დეტალებით აწყობ, შემდეგ ისეთი პრობლემური აღარ არის, როგორიც სახელია გატეხილი რა, საკმაოდ გამომდგარი ძრავიც არის შემდეგ, ეკონომიურიც და უპრობლემოც. ნუ ერთხელ ჭირდება დასერვისება რა. ცეპი რამდენ კილომეტრზე არის რეკომენდებული შეცვლა? ის როგორ არის, ზეთს რას ხვავრობდა პატრონი, იმაზეც არის დამოკიდებული, ანუ ზოგადად უმჯობესია რომ 100 შემდეგ იფიქრო 100,000 კილომეტრის შემდეგ უკვე იფიქრო დასერვისებას. თუმცა არის ავტომობილები, რომელიც ბევრად მეტი აქვს გავლილი და პრობლემა არ შექმნიათ რა. შეიძლება. ხო. მაგრამ უკვე შესაძლებელი. იმისთვის რომ ანუ ასე ვთქვათ, სახელი რო არ გაუტეხოთ BMW, ჯობია რომ რაც უწერია თავის კატალოგში რომ სიტყვაზე 100-ის მერე დაასერვისო და ქუჩაში აღარ დაგტოვოს მანქანა. და ნახე როგორ თემა იყო მე რო ქარუში ვიკითხე ჩატში იქ რა რომ მეთქი BMW და Toyota-ზე მჭირდება მეთქი. Toyota-ს დამცინეს, რავიო, ნებისმიერს ვკითხეო რა. ხო და ეს არის 2 და 5. ჩვეულებრივი არა ჰიბრიდი 2 და 5 და რა ვიცი ანუ რა პრობლემა შეიძლება შეიქმნას. Toyota-ზე დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ჩემი მეგობრის მაგალითს მოვიყვან, Camry-ზე საბჯერ შეცვალა ძრავი. რანაირად? არ ვიცით. ანუ რას ასხავდა? ნუცუბიძის ჩამოსახვეზე ის ბაბურო ყიდეს ხოლმე გამოხდელზეთებს მაგას ასხავდა? არ ვიცი, აი ისეთი ტიპი არ არის რომ არ უვლიდეს, უვლის, მაგრამ ნუ საბჯერ შეცვალა, ორჯერ გამოაგრია ძრავმა ბლოკი რა. არ მჯერო. ეს როგორი რაღაცა არის, იცი? ორი მანქანა წავს ხოთა შორის F1, ოღონდ N45 და იმით რა ვიცლებია და ეს ჯერ პრობლემა არ შექმნია, ნუ პომპა შეცვალა. პომპა შეცვალა, იხა მაგაზე ვერ ვიტყვი პომპა და ის ვალვეტრონიკის მოტორჩიკიც ცოტა პრობლემური აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გზაში არ დაუტოვებია იმ მანქანას. ვალვეტრონიკს ხოთა შორის ასწავლე რომ ესე რა ქვია, ყველა იმაზე შეცვლა არ უნდა, ადაპტაციაც უკეთდება მაგას და მუშაობს ჩვეულებრივად. როგორც შეცვლაზე მუშაობს, რო შეცვლი და მე კიდე ისე იქნება ადაპტაციას გაუკეთებს წამო. ხო, ნუ გაიშია რა პრობლემით არის რა. თავი კაი. თვითონ მოტორიც იწვევა ხოლმე, ეგეც აქვს ცოტა შორის პრობლემური, მაგრამ და ნუ რას ფრედვალი, რაზეც აი ვალვეტრონიკი აყენია, მაგრამ ეგეც ისე BMW-ზე გადავედი TikTok-ში. ესე მოგვიგდო Toyota-ზე რომ არა, ძრავი შეცვალა ორჯერ, მაგრამ მაინც BMW-ს პრობლემებზე გადავედით და მოდი ვაღიაროთ რომ Toyota უპრობლემოა რა. უპრობლემო, ბევრად უპრობლემო არის და უფრო საიმედო მანქანა არის, რა თქმა უნდა, მაგრამ კომფორტში და მართვის სიამოვნებაში წეგან ტესტი ჩავატარეთ ისეთი რომ აი არ ვიცი. იცი როგორ არის, ანუ ახალი რო შეადარო, ჩემი აზრით არც BMW არ არის ისეთი პრობლემური, როგორც სახელია გატეხილი. და ჩემი აზრით რაღაცა გარბენს ორივე იდეალურად გაირბენს. და აი იმის შემდეგ უკვე მომხმარებელზე არის დამოკიდებული როგორ მოუვლის. BMW-ს რა თქმა უნდა მოვლა ჭირდება და თუ კარგად მოუვლი, კარგად მოგესახურება. Toyota ბევრად უფრო უპრეტენზიო მანქანა არის, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, ბევრად უფრო უოპციო, უნავარო. ხო, ნაკლებ სიამოვნებას განიჭებს ვიდრე BMW რა. კი ბატონო. კი, ეს იყო ჩვენი კომენტარი ბატონი გიორგისგან და მისი გამოძახება, როგორც უკვე გითხარით, ქარუჯიზე შეგიძლიათ. აპლიკაცია გადმოწერეთ და რაღაცები არის იქ ჯარიმები და რაღაც აქ რა ხდება.
დაეორთქლა ფარი. ქართული ქარხნული ის პაკეტი, ფარი ეორთქლა. ეს ამასაც დაორთქილია. ამასაც დაორთქილი აქვს. ესეც სხვადასხვა ნუ. ფარების პრობლემა არის. ხო. და ეს ამერიკიდან ჩამოვასული მანქანების ფარების პრობლემა არის რა და მოკლედ ამ ვიდეოს მთავარი აზრი იყო ის რომ როდესაც კონკრეტული ბიუჯეტი გვაქვს დაახლოებით 10,000-დან 15,000 დოლარამდე რაც არის ნუ საქართველოში ის ბიუჯეტი რითაც ნორმალური მანქანის ყიდვას შეძლებ თუ ხარ ცოტა მაინც ავტომოყვარული დაუშვათ როგორ უნდა მიიღო გადაწყვეტილება ხო ნუ რა თქმა უნდა ყველამ ვიცით რომ BMW-ს ჭირდება პერიოდულად ხელის შევლება, ბევრად ფაქიზია და როგორც მამაჩემი იტყო და BMW ყველანაირი პატარა წინაღობასაც და პრობლემასაც იტყობს. Toyota რა თქმა უნდა დამკვიდრებული არის ისე რომ არის ძალიან გამძლე, ძალიან საიმედო და არასდროს არაფერი არ მოვა. მაგ დროს უკვე რა ხდება, ხო? ან გულს უნდა მოусმინოთ, ვინც ავტომოყვარულები ვართ და მაინც BMW ვიყიდოთ, ან გონებას და Toyota. მაგრამ ამ შემთხვევაში რომელია გული და რომელი გონება აი მაგაშია საქმე, იმიტომ რომ მე მაგაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ ამ ვიდეოდან შეიძლება რომ თქვენ გადაწყვიტოთ. მაინც რომელი ჯობია. თუ გაქვს რაღაცა კონკრეტული ბიუჯეტი, იყიდო BMW F1 თუ Toyota Camry. ყოველდღიურობაში, საქართველოში, რომელი უფრო გამოგადგება, რომლისგან უფრო მიიღებ სიამოვნებას ყოველდღიური გადაადგილებისას და შენი ცხოვრების სტილს რომელი უფრო ერგება. რა გჭირდება ავტომობილისგან? გონი რომ ეს გადაწყვეტილება შენ თვითონ უნდა მიიღო. თუ დაგეხმარება ეს ვიდეო, ძალიან კაი იქნება. გამოიწერეთ ჩემი არხი, არ დაგავიწყეთ და არ დაგავიწყეთ ისიც რომ ჩემი არხის სპონსორი არის. აი ღმერთო, ჩემ არ მჯერა ამ სიტყვებს რომ ვიცი? რომ ჩემი არხის სპონსორი არის. სულ რაღაცა მე-6 ვიდეოა, მგონი ეს ჩემი არხისა თუ მე-5 ვიდეო. ჩემი არხის სპონსორი არის Connect-ი, რომელსაც დამიჯერეთ რომ აქვს მართლა უმაღლესი ხარისხის საწვავი, იმიტომ რომ ყველა ავტომობილში ვასხავ. ვიღაცა ეხა მეტყვის რომ ადრეო ხო სხვა იმაზე ასხავდი ხოლმეო და კი ბატონო და დღემდე იმასაც გაუწევ რეკომენდაციას, იმიტომ რომ ისეთ ადგილას არ ჩავასხავ საწვავს, რომელზეც ვთვლი რომ არ ვარგა. Connect-ში ვასხავთ აბსოლუტურად ყველა ავტომობილზე საწვავს და 100% ყველგან გაუწევ რეკომენდაციას და ისიც უნდა გითხრათ რომ Connect-ზე იწყება პოდკასტების სერია, სადაც მე ვიქნები წამყვანი და ძალიან კარგ ვიდეოებს შემოგთავაზებთ და ჩვენი მეორე სპონსორი არის Karu, რომელიც გვეხმარება CRX-ის პროექტის განხორციელებაში და ამ მანქანის გაცოცხლებაში. მოკლედ გამოიწერეთ ჩემი არხი, არ დაგავიწყდეთ ზარისხილაკის გააქტიურება და შემდეგ ვიდეოში უკვე ნახავთ როგორ აიწყო ჩემი ავტომობილის რავი, როგორ დაიქოქა და ნახევრად როგორ გაცოცხლდა. მადლობა.